გამარჯობა ჩემო ოქრო მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს ჩვენ ერთად მოვამზადებთ უგემრიელეს ცეზარის სალატს. ზუსტად ისეთი, როგორიც რესტორნებშია. ძალიან მარტივად კეთდება, მაგრამ იდეალურად შეეფერება როგორც სადღესასწაულო სუფრას, ასევე კვირადღეს, როცა მთელი ოჯახი ერთად არის სახლში. ინგრედიენტების სრული სია, როგორც ყოველთვის იქნება აღწერილობაში. ყველაზე რთული ჩემთვის მაგალითად ამ რეცეპტში არის სალათის ფოთლების გარეცხვა. ჯერ ფოთლები გავრეცხოთ და კარგად გავაშროთ. ზედმეტი წყალი არ გვინდა სალატში ნამდვილად. პარალელურად ვხარშავთ კვერცხებს და ვწვავთ ბეკონს ან ვეჩინას. ცოტა გჭირდება მხოლოდ გემოსა და ტექსტურისთვის. თუ არ გაქვთ, ნუდარდობთ, ეს არ არის სავალდებულო ინგრედიენტი. იმავე ტაფაზე ვწვავთ ქათმის მკერდს. ორივე მხრიდან კარგად, რომ კარგად შეიწვას და შიგნით უმი არ იყოს, მაგრამ არ გახმეს. ყველაფერი თითქმის მზადაა. მოდით გადავხედოთ პროდუქტებს და ავაწყოთ სალათი. მე ვიყენებ ჩერის პომიდორებს. მართალია, ზოგს არ უყვარს ცეზარში, მაგრამ ჩემთვის ძალიან გემრიელი ვერსია. ხშირად გვხდება ქართულ რესტორნებშიც და ნამდვილად უხდება. შემწვარი ქათმის ფილე. გარეცხელი სალათის ფოთლები. ცხარე ქართული მდოგვი. ბეკონი. მოხარშული კვერცხი. მწვანე ხახვი და კამა. ცოტაოდენი პარმეზანი ან გაუდა. ფრანგული მარცვლოვანი მდოგვი. ორცხობილო, რომელიც გიყვართ. გახეხილი სულგუნი. ყველაფერს ვაწყობთ ტაშში. სალათის ფოთლებს არასდროს არ ვჭრი დანით, ხელით გავხიოთ. ვამატებთ დაჭრილ ქათამს. ნახევარზე ან 4-ად გაჭრილი პომიდორი ჩერი. წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. კუბიკებად დაჭრილი კვერცხი. ასევე დაჭრილი ბეკონი. ვამატებთ 2 სახის მდოგვს, სასურველია წინასწარ აურიოთ მაიონეზში. ესე უფრო კარგად განაწილდება. და გახეხილი სულგუნი. მარილი პილპილი გემოვნებით. ასევე აუცილებლად ვამატებ ორეგანოს ან იტალიურ საკმაზებს. გადმოვიღოთ ლამაზ თეფშზე და ზემოდან დავაყაროთ პარმეზანი. და მზადაა. გემრიელად მიირთვით ჩემო კარგებო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი. ეს დიდ мотивაციას მაძლევს, რომ ახალი რეცეპტები შევქმნა და გადაგიღოთ თქვენთვის. მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზანდებოდეთ.